პრობლემა როგორც ჩანს ის არის, რომ ერთი ხაზი აკლია, არ არის საჭირო წაკითხვა, წეღან უკვე წავიკითხეთ, ვნახეთ პოზიტივის ქარდი. და message box-იც გასაგებია, რაც უნდა თქვათ წევრი პირველთან დაკავშირებით. უბრალოდ იცოდეთ, რომ ერთი წინადადება აკლია და ეს თავიდან ბოლომდე იმას ნიშნავს, რომ ეს კომენტარი არის არაღიარების პოლიტიკის, რასაც თქვენ ამბობთ და ხალხი ძალიან ბრძენია და გაიგებს როგორღაც, რა თქმა უნდა, მდინარაძე. მოდი, უკეთესი იქნება ყოველთვის. უკეთესი იქნება ყოველთვის. თავიდან ბოლომდე გაუშვათ. რა თქმა უნდა, უმჯობესი არის. კი ბატონო, ნახე, თავად აღიარებ, რომ ერთი ხაზი აკლია. და მე უკვე ვაკეთებ კომენტარს, რომ მოდი ხალხმა თავისით გაიგოს, რომელი ფრაზა აკლია. და მე მოგიწოდებ, რომ ფრაზა არ დააკლოთ და შესაბამისად, მე მოგიწოდებ, რომ ფრაზა არ დააკლოთ, და შესაბამისად, როდესაც სრულად მოისმენს საზოგადოება კომენტარს, მე ამ მოსმენილი კომენტარიდან გამომდინარე თავად გამოიტანოს დასკვნები. და როდესაც თქვენ თავად აღიარებთ, რომ ერთი ფრაზა აკლია და ხალხი ბრძენია და მოდი ხალხმა ეხლა თვითონ იაზრონოს იმ ერთ ფრაზაში რა შეიძლებოდა ყოფილიყო ნათქვამი, ხო? ამიტომ პირდაპირ აღიარებთ, რომ კონტექსტი ამოგვლიჯეთ და ამოგლეჯილი კონტექსტიდან გამომდინარე, მოდი ეხლა იმაზე გავაკეთოთ ფსონი, რომ ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა სწორად აღადგეს იმ ერთ წინადადებას, რომელიც არის ამოჭრილი. აქედან გამომდინარე, ეს არის ყოველად მიუღებელი, მით უმეტეს მიუღებელი არის, როდესაც ეხება ისეთ სენსიტიურ თემას, როგორც არის ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიები და ძალიან დიდი თხოვნა გვექნება, როდესაც გავუშვებ კომენტარს, ფრაზა არ ამოჭრათ და არ მივანდოთ მოქალაქეებს, რომ იმ ამოჭრილ ფრაზას თვითონ მოქალაქეები ჩასვამენ შემდეგ თავის შეხედულების მიხედვით.